ვალეში მცხოვრები პავლე ათუნაშვილის სარდაფში კომბოსტო უკვე ლპობას იწყებს. მოსავალი სასწრაფოდ გადასარჩევი და გასაყიდია, თუმცა მყიდველი ამ დრომდე არ ჩანს. ფერმერმა შემოდგომით 15 ტონა კომბოსტო დაასაწყობა და დღემდე 1 კილოგრამიც ვერ გაყიდა. ათუნაშვილების ოჯახი უკვე მეორე წელია ზარალობს. წინა წელს მათ 40 ტონა კომბოსტოდან 35 გაუფუჭდათ და გადაყარეს. მომდენო წლის გაზაფხულზე კი ათუნაშვილებმა ბოსტნეული შედარებით ნაკლებ ფართობზე დარგეს, თუმცა ისინი მოსავლის რეალიზებას ვერც ახლა ახდენენ. აქამდე ძირითადი ის მასალა გასაღებული უნდა იყოს. იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს ახლა ისეთი ადგილები, რომ სადაც შევინახავთ, მაგრამ მაგ შენახვასაც აზრი არ აქვს. გასულ წელს ვინ შეინახა, იმათ მაინც გადაყარეს. ხო, არა გვაქვს. აი წეს არავითარი პერსპექტივა არ გვაქვს. ისა ერთი ცალი არ ამაა გაყიდული რა. მით უმეტეს წეს რომ შეშინებული ვიყავით, ძალიან ცოტა დავრგეთ და იმასაც ვეღარ ვასწავლებთ. აგერ ხა მან უკვე დაიწყო გაფუჭება. აი მას უკვე ვეღარაფერს ვეღარ შვი. ეს არის გადასაგდები. ცოტა ხანში ეგე მეორე წლის იქნება. აგ ეს რომ ამოვიდა ეს აყვავილდა რა. ეს არის ამინდის ბრალი. წინა წლებში ვალეში ფერმერებს კომბოსტოს თესლი თავად გამოჰყავდათ. დღეისათვის კი ისინი ჰოლანდიურ სათესლე მასალას იყენებენ. ერთ შეკვრაში, რომელიც დაახლოებით 25 გრამს იწონის 50 ლარს ეხდიან. შემდეგ მას სათითაოდ თესავენ და რწყავენ. გადარგვის პერიოდში ნერგებს წინასწარ გამზადებულ ფართობზე რგავენ, რის შემდეგაც რამდენჯერმე სასუქი შეტანა და მორწყვაა საჭირო. ვალეში კი ფერმერები 1 საათის განმავლობაში სარწყავი წყლით სარგებლობისათვის 7-დან 15 ლარამდე იხდიან. ჩვენთან სარწყავი წყლები ფასიანია. უფასო არ აქვს არაფერი და დაახლოებით ძალიან შრომატევადია ეს კომბოსტო. დაახლოებით აი რომ მოითვალო არა, აი ერთ ძირს, აი ერთ კომბოსტოს ერთი 10 ოპერაცია 10 ჯერ უნდა მიხვიდე ამის ძირთან. მერე იმის მოტანის დროს ფრთხილად უნდა მოიტანო, რომ არ დაიჟეჟოს, მალი არ დალპეს, სათითაოდ დაალაგო. ათუნაშვილებისგან განსხვავებით გვირჯიშვილების დასაწყობებული კომბოსტო ჯერ არ ლპება, თუმცა მოსავლის რეალიზებას ვერც ისინი ახდენენ. 100 ტონა კომბოსტო, რომლის მოყვანაზეც 40 დაქირავებული ადამიანი მუშაობდა, გასაყიდად მზადაა, თუმცა მყიდველის პოვნა ვერც ბიძინა გვირჯიშვილმა შეძლო. კომბოსტოს გარდა მან 300 ტონა კარტოფილი და 50 ტონა ჭარხალი მოიყვანა. კარტოფილი ფერმერმა 40 თეთრად გაყიდა, ხოლო ჭარხალს 70 თეთრად აბარებს. მისი მტკიცებით მათ მიერ მოყვანილი მოსავალი საქართველოში არ იყიდება. ბიძინა გვირჯიშვილის აზრით გამოსავალი ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს. მარტო მოხნით, მიწის მოხნით, რაც პროგრამა არსებობს, სოფელი ვერ აღორძინდება, თუ ეს არ გასაღდა და ამას აქვს 2 თვე დარჩენილი მოსავალს, რომ გასაღდეს, თუ არა იმის მერე არის გადასაყრელი და ფუჭებადია და აი ღვინის საკითხზე წინ ეს რო დადგეს ექსპორტისთვის გასასვლელად. ვიდრე ღვინო არის რეზერვუარებში მოთავსებული, რომელიც რო არ ფუჭდება და ეს კიდე ფუჭდება და ხალხი აღმოჩნდება არანაირი სახსრების შემოსავლის გარეშე და დაგვრჩება მიწები ისე დასამუშავებელი და დასათესი. კომბოსტოს კულტურას ვალელების უმეტესი ნაწილი აწარმოებს. მათი უმრავლესობა გვირჯიშვილებისა და ათუნაშვილების ოჯახის ბედს იზიარებს. ბოსტნეულის მოვლა ფერმერს მოსავლის რეალიზებიდან მიღებულ თანხაზე ბევრად ძვირი უჯდება. დღეისათვის გასაყიდი ფასი 1 კილოგრამზე 10-12 თეთრია. გამოსავალს ისინი უცხოური ბაზრების გახსნას შეხედავენ. ახალციხის ბაზარზე ახლა 1-2 კაცი თუ წავა რას ყიდის დღეში 30 და 40 კილოს ვერ ყიდის და ამდენ კომბოსტოს როგორ გაყიდი იქ ახალციხის ბაზარში თუ არ გავიდა სადღაც თითქმის 25 ტონა მეტი კომბოსტო მაქვს ახლა ისედებს ჯერ ერთ სალი არ გავიყიდია. სად შეიძლება რომ გაიტანოთ? სად შეიძლება რა ვიცი ადრე გადიოდა აგერ უკრაინაში გადიოდა აზერბაიჯანში გადიოდა სომხეთში გადიოდა მაგრამ წელს არსად არ გადის აბსოლუტურად. მოყავს მოცავალი რომ იტყვიან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რასაც ქვია რა. აი შემოვაქვს თურქეთიდან, შემოვაქვს ირანიდან, სხვა ქვეყნებიდან შემოვაქვს და როცა ჩვენი აი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რასაც ქვია, ეს ჩვენი გვიფუჭდება და აი ყურით აი შეხედეთ რა მდგომარეობა. 10 თეთრი, 10 კი არა 15 თეთრი თითქმის ჯდება ამის მოტანა და მოყვანა. აი რა გავაკეთოთ ჩვენ გლეხან ხომ? ის რომ ვალეში კომბოსტოს რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებია, ამას ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულიც ადასტურებს. ფერმერების მსგავსად ზურაბ ნასყიდაშვილიც აცხადებს, რომ ერთადერთი გამოსავალი ბოსტნეულის უცხოურ ბაზრებზე გატანაა. მისივე თქმით, სახელმწიფო ამ კუთხით უკვე მუშაობს. 1 აპრილიდან ალბათ თქვენ თუ იქნებით საქმის ხურში, მე მგონი ასე იყო საუბარი. 1 აპრილიდან ყველაფრის შეტანა შეიძლება რუსეთის ბაზარზეო. ახლა ეს ცოტა ბიზნესმენების საქმეც არის, გაიგეთ. შეუძლია შეთაბოდნენ წაიღონ, არ წაიღონ, თუნდაც ჯერ ჩავიდნენ, გაიგონ ყველა პირობები, შეათანხმონ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან და მე შეუძლიათ რაზე დონაკედან, მაგრამ იქამდეც ამინდებია თვილი,
და ფუჭდება ეს კომბოსტო მალე. კომბოსტოს ფასი დღესდღეობით, ანუ ვალეში ადგილზე იყიდება 6-დან 8 თეთრამდე, მაქსიმუმ 10 თეთრია. ეს განაპირობა იმან, რომ ფაქტიურად კომბოსტოს გატანა, ანუ საზღვარგარეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ აღარ ხდება. ყველაფერი განაპირობა ამამ. ამიტომაც არის, რომ მე ვფიქრობ, რომ კომბოსტოს იგივე ბედი ელოდება, როგორც ჩარჩან მოხდა რა, ანუ ათეულობით ტონა კომბოსტო ვალელმა გლეხებმა ფერმერებმა გაიტანეს და გადაყარეს. კომბოსტოს რეგიონში ძირითადად ვალელი ფერმერები აწარმოებენ. ისინი ბოსტნეულს მიწურებში, სარდაფებში ან უკეთეს შემთხვევაში საწყობებში ინახავენ. სპეციალისტების განმარტებით, დაბალ ტემპერატურაზე კულტურა დაახლოებით მაისის თვემდე არ ფუჭდება, თუმცა ვალელების უმეტესობას კომბოსტოს შესანახის შესაბამისი პირობები არ აქვს.